მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 2 ივნის სრულიად საქართველოში დროგამუშობით ღრუბლიანობა მოემატებს ზოგ რაიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დასავლეთ საქართველოში +25 მთიან რაიონებში კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +26 მთიან რაიონებში კი +22 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +24, მარნეულში +20, თელავში +22, სიღნაღში +25 გრადუსი, ომოლოში +20, ლაგოდეხში +17, ცხინვალში +14, გორში კი +17 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში +8, ბაკურიანში +9, გუდაურში კი +5 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომში +15, ახალციხეში კი +18 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +21, ბათუმსა და ფოთში +20, სოხუმში +19, ზუგდიდსა და ქობულეთში +20 გრადუსს უნდა ველოდოთ. ანაკლიასა და ოზურგეთში კი +19 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლავთ ამინდის პროგნოზი საქართველოში 2 ივნისისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნოთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.